Banki Respublika ჯგუფის Societe Generale 2012 წლიდან გადავიდა ტრადიციული ტრანზაქციული საბანკო ურთიერთობიდან ეგრეთ წოდებულ ურთიერთობის ბანკინგზე. ეს ახალი ბრენდ პლატფორმა საზოგადოებას ჩვენ გავაცანით ახალი სლოგანით ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია. ქართულ საბანკო ბაზარზე არსებობს მძაფრი კონკურენცია. ამ კონკურენციის პირობებში ბანკებს უხდებათ სულ უფრო და უფრო ხშირად ახალი და ინოვაციური იდეების დანერგვა, რათა მოიზიდონ კლიენტები. შესაბამისად, ბანკმა რესპუბლიკამ გადაწყვიტა, რომ ამ იდეების გენერირებაში ჩაერთო სხვადასხვა განათლების და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ადამიანები. ზუსტად ამ მიზნით შეიქმნა ინოვაციების ლაბორატორია. ლაბორატორია, იმიტომ რომ ისევ და ისევ ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები ერთად იკრიბებიან, იწყება დისკუსიები, იწყება რაღაცა იდეების გენერირება, შეზავება ერთი იდეის მეორესთან, გაფილტრა, დახვეწა ამ იდეის და შედეგად გამოდის ის იდეალური პროდუქტი, რასაც ვთქვათ ბაზარზე გამოვიტანთ ჩვენ ბანკი რესპუბლიკა. ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის შერჩევის პროცესი, რადგანაც ჩვენ არ ვიყენებდით იმ სტანდარტულ პროცედურებს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ბანკის თანამშრომელთა შერჩევისათვის. ეს იყო სრულიად განსხვავებული მიდგომა, რადგანაც ჩვენ ვეძებდით ინოვაციას. შესაბამისად, ტესტირების პროცესი, გასაუბრების პროცესი აბსოლუტურად განსხვავებულად იმართებოდა. ჩვენ ვამოწმებდით შემოქმედებით აზროვნებას, ამ ადამიანების პოტენციალს, მათ შესაძლებლობას რაიმე ახლის გამოგონებების მიმართ. თავიდან რომ მიმიზიდა სათაურმა Innovation Lab და მე დამაინტერესა, მე შემეძლო თუ არა რაღაც ისეთი ახალის მოფიქრება, შემდეგ განმარტებული იყო რა სიტყვა და პროექტი და მაინტერესებდა შემეძლო თუ რა იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება და გავგზავნეს CV. ბავშვები იყვნენ ძალიან აქტიურები, ძალიან ჩართულები ამ პროცესში. ხდებოდა ყველანაირი ტიპის იდეის გაჟღერება და მოსმენა, ვიზიარებდით და ასე ვთქვათ, ვსჯელობდით ყველანაირი სახის იდეაზე და შესაბამისად დაგროვდა ძალიან ბევრი მრავალფეროვანი, უჩვეულო და ხშირ შემთხვევაში პარადოქსული იდეაც კი. იყო ისეთი რაღაცები, რაზეც დაუშვათ შემაწინებლებმა ბიზგი მისცეს, ან უშუალოდ სხვისი იდეის რაღაც უფრო მეტი ხორცი შევასხან, რაღაც დეტალი დავამატე, რომელიც ვცდილობდი, რომ უკეთესად, ანუ უკეთეს გახდი და ამ პროდუქტების დაცვლი, რომ ნაყოფიერი იყო ესე ვთქვა ზოგადად ჩემი განვითარებისთვისაც, ანუ თვით აქტუალიზებისთვისაც და იმ კუთხით, რომ ჩემი თავის რწმენა კიდევ უფრო შემემატად. ინოვაციების ლაბორატორიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ ახალგაზრდა ადამიანების მიერ დაგენერირებული იდეების საბანკო პროდუქტებად გარდაქმნა. საპილოტო პროექტის შედეგების მიხედვით ეს პროექტი პოვებს თავის განვითარებას და ვფიქრობ, რომ უკვე პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ახალგაზრდა ადამიანების შეკრება და იდეების გენერირება მოხდება პერიოდულად ბანკი რესპუბლიკის მხარდაჭერით. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ბიზნესმა, ნებისმიერმა კომპანიამ ურთიერთოს ახალგაზრდობასთან, იმიტომ რომ ეს არის ის სეგმენტი, ის ხალხი, ვინც ხვალდაზე გახდება შენი პროდუქტის მომხმარებელი, შენი კლიენტი და მათი მოთხოვნილებები დროზე ადრე უნდა დავიჭიროთ და ვიცოდეთ, რას გამოიყენებთ. ძალიან კარგი იქნება თუ ბანკი გააგრძელებს მსგავს მარკეტინგს, ჩაატარებს მსგავს აქციებს. ჩემი აზრით ეს პროექტი ძალიან წარმატებული და შეგვიძლია ჩაითვალოს თუ ერთი მაინც ისეთი იდეა იქნება, რომელსაც ბანკი შემდგომში განახორციელებს. რადგან ჩემი აზრით სტუდენტებს აქვთ ინოვაციური აზროვნება, რაც ამერიკელები ეძახიან think outside the box აზროვნება. თუ ვთქვათ ჩვენ ავირჩევთ კიდევ ჩავრთავთ კიდევ სხვა სტუდენტებსაც, ყოველთვის იქნება ძალიან განსხვავებული და ძალიან სწორი მიდგომა იმისთვის, რომ მივიდეთ იმ საბოლოო შედეგამდე, რაც არის კიდევ ერთხელ უფრო მორგებული შეთავაზება, უფრო მორგებული პროდუქტი მომხმარებლისთვის, ვიდრე ეს აქამდე იყო.